რად ვიყიდოთ ბინა, ძველი აშენებული კორპუსი თუ ახალი აშენებული? ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი აუცილებლად უნდა გასცეთ. ორივე მათგანს თავისი დადებითი და თავისი უარყოფითი მხარეები აქვს და დღეს სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ. თბილისის ძველი მშენებლობები ყველასთვის კარგად ნაცნობია: სტალინკებით შეხური პროექტები, ხრუშჩოვკები. მათი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მდებარეობს ძირითადად ქალაქის ცენტრში და ყველაზე კარგი ადგილები აქვს დათვისებული. სტალინკები განსაკუთრებით გამოირჩევა იმით, რომ აქვს მაღალი ჭერი და სქელი კედლები. ხრუშჩოვკები ყველამ ვიცით, რაც შეეხება შეხურ პროექტებს, შედარებით კარგი დაგეგმარება აქვს. თუმცა რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ, რემონტი თითქმის ყოველთვის მოძველებულია. კომუნიკაციები ახლიდან არის გასაკეთებელი, კორპუსი არც ისე კარგად გამოიყურება და პარკინგის საკმაოდ დიდი პრობლემაც არის. რაც შეეხება თანამედროვე კორპუსებს, აქ მთავარი სიტყვა ვფიქრობ, რომ მონოლითია, რკინა-ბეტონის ჩონჩხი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ძლებს. აქ სხვა კომფორტთან გვაქვს შეხება, თანამედროვე ლიფტები, ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული ზონა, მოწესრიგებული პარკინგი და ასე შემდეგ. ისე საინტერესოა თქვენ რომელს აინჭებთ უპირატესობას და რატომ? აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში, ძველი აშენებული თუ ახალი აშენებული. სხვათა შორის, ვისაც მაინც ძველი უბნები გიზიდავთ, მაგრამ თან გინდათ, რომ იცხოვროთ ახალ აშენებულ თანამედროვე კომპლექსში, არსებობს ერთი ესეთი პროექტი, პანორამა ავლაბარი, რომელიც საქართველოს ბანკის პარტნიორობით შენდება. აუცილებლად ეწვეთ სოლო გვერდს და ნახეთ შეთავაზებები, მე კი დროებით გემშვიდობებით და გამოიწერეთ ჩემი გვერდი.